ეფექტურად დაზოგე ელემენტი და რაც შეიძლება მეტი მეხსიერება გაანთავისუფლოს შენს iPhone-ზე. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებ ამის ხერხებს. პირველი, შევიდეთ setting-ებში და მოვძებნოთ შემდეგი სექცია, რომელიც არის Privacy and Security. Privacy and Security-ში ჩავიდეთ ბოლოს და ვნახოთ Analytics and Improvements. აბსოლუტურად ყველაფერი გამორთეთ, რადგან ეს ჩვენ არანაირ ხელშესახებ ინფორმაციას არ გვაძლევს. აქვე ისევ Privacy and Security-ში, Location Service-ებში ჩასქროლეთ სულ ბოლომდე, System Service-ებში და ბოლოში გამორთეთ აბსოლუტურად Product Improvement-ის ყველა ლოკაციური ნიშნული, იმიტომ რომ აი ეს Apple აგროვებს ამ ინფორმაციას და ამაზე საკმაოდ დიდი ბატარეა იხარჯება ხოლმე. შემდეგ ისევ დავბრუნდეთ setting-ებში, გადავიდეთ General-ში, ჩავიდეთ ქვემოთ და ვნახოთ Background App Refresh-ი. რომელი აპლიკაციებიც არ გჭირდებათ, რომ ავტომატურად დარეფრეშდეს background-ში, ყველა გათიშეთ, ჩამოუყევით სათითაოდ ყველას და გათიშეთ. ეს არ შეაჩერებს notification-ების მიღებას, უბრალოდ როცა გახსნით, ერთი წამით უფრო დიდი დრო დასჭირდება. Face ID and passcode-ში, ან Touch ID და passcode-ში ჩამოდით ქვემოთ და ჩართეთ აუცილებლად Stolen Device Protection, რომ ვიღაცამ რომ მოგპაროთ iPhone-ი, თქვენ შეძლოთ თქვენი iPhone-ის დაბლოკვა უკვე ასე რომ ვთქვათ, დისტანციურად და lock screen-ზე გამორთეთ notification ცენტრი და Siri-ს ხელმისაწვდომობა, რადგან არ მოხდეს ამ უკანასკნელებით, თუნდაც airplane mode-ის ჩართვა ან რაიმე სხვა ფუნქციის გააქტიურება. აპლიკაციებში მოძებნეთ App Store-ი და გამორთეთ In-App Rating and Reviews. ეს ხდება მაშინ, როდესაც აპლიკაცია გვთავაზობს შეფასებას და შუა თამაშის დროს ამოგვივით ხდება ხოლმე შეფასების რუბრიკა და გვთავაზობს, რომ დავუწეროთ 5 ვარსკვლავი. შემდეგი ღამით win scroll out, გირჩევთ, რომ ჩართოთ night shift-ი, რადგან ეს ეკრანს საკმაოდ ათბილებს და როგორც ხედავთ აი თვითონ screen recorder-ზე საკმაოდ ათბილებს და ლურჯი გამოსხივების დონეს ამცირებს, რაც დაძინებაში გეხმარებათ და აღარ გადაიქცევა ის უსასრულო ღამით. რაც შეეხება მეხსიერების განთავისუფლებას, შეგიძლიათ ყველაფრის დაუკარგავად და წაუშლელად მიაჭიროთ offload applications. Offload applications რომ მიაწვევით, აპლიკაცია უბრალოდ ქრება, მეხსიერება თავისუფლდება, თუმცა როდესაც გადმოწერთ, ისევ ყველაფერი ჩაიტვირთება თავიდან ყველანაირი კოდის შეყვანის გარეშე. დაემატა Wallets ახალი ფუნქცია, რომ ის ჩვენ Wallet-ში რა აპლიკაციებიც გვაქვს დამატებული, საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი გადახდის დროს პირდაპირ შეავსოს, ანუ ჩვენ ხელით აღარ ჩავწეროთ და ნახეთ თვითონაც ამბობს autofill cards და როდესაც შეიყვანთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, შემდეგ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამოყენება შეგეძლებათ მთელი ინტერნეტის მასშტაბით. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, მოიწონეთ გვერდი, დამიკომენტარეთ მოგეწონათ თუ არა და დროებით.